მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები, გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. Apple ახალი პრეზენტაციისათვის ემზადება. ეს ის ტრადიციული საგაზაფხულო პრეზენტაცია, რომელსაც ყოველწლიურად ველოდებით ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მე ბავშვობიდან მოყოლებული ველოდები და ახლა უკვე იგი გაიმართება. 4 მარტს დაზუსტებული არის თარიღი და რამდენიმე ახალი პროდუქტი იქნება. პირველი პროდუქტი ალბათ რომელიც ყველაზე საინტერესოა მოხმარებლების დიდი რაოდენობისათვის, ეს არის iPhone 17e. ეს არის iPhone-ის ბიუჯეტური ხელმისაწვდომი ვერსია, რომელიც ჩვეულებრივ სტანდარტულ 17 სერიასთან შედარებით ყოველთვის უფრო სუსტი და ნაკლებად ტექნოლოგიურად გაჯერებულია, თუმცა ბევრი მოხმარებლისათვის შეიძლება ეს იყოს საუკეთესო არჩევანი, რადგანაც ის საკმაოდ ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, Apple-ის სტანდარტით, ვინაიდან სავარაუდო ღირებულება ერთეულისა იქნება დაახლოებით $600 პლუს, რა თქმა უნდა, გადასახადები. აქ ის უნდა ითქვას, რომ მასში ჩაშენდება ახალი A19 სერიის პროცესორი, რაც წინამრობებში, რა თქმა უნდა, არ იყო, ასევე პოტენციურად გამოჩნდება უსადენო დამოხტვის ფუნქციონალი, ანუ MagSafe და ამავდროულად საუბარი არის იმაზე, რომ მას უკვე დიზაინით შეეცვლება და იგი აღიჭურვება დინამიური კუნძულით, რაც თანამედროვე iPhone-ებში ლამის ყველაშია ხელმისაწვდომი გარდა i სერიისა. ამ მობილურ ტელეფონთან ერთად Apple-ს ექნება კიდევ ერთი სიახლე, რაც მგონია, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია მთელ ამ პრეზენტაციაზე, ეს არის ხელმისაწვდომი MacBook-ი. MacBook-ი ზოგადად ითვლება საუკეთესო ლეპტოპად თავის კლასში და ძალიან რთულია ამ არგუმენტს ვედაოთ, რა თქმა უნდა არის პრეფერენციები სხვადასხვანაირი, მაგრამ ობიექტურად თუ მოხმარების სტატისტიკას დავაკვირდები და იმას თუ რა რაოდენობით ადამიანები ირჩევენ MacBook-ებს წლების განმავლობაში, მარტივად შეგვიძლია დავასვათ, რომ MacBook-ები უყვართ მოხმარებლებს, მაგრამ MacBook-ებთან მიმართებით ყოველთვის არის ერთი გამოწვევა. ეს არის საკმაოდ მაღალი საწყისი ფასი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ MacBook-ები ყველაზე ხშირად სჭირდებათ სტუდენტებს, რომელთაც სტაბილური შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ აქვთ ხელმისაწვდომი პროდუქტის გამოჩენა არის ძალიან ლოგიკური და აი სწორედ აქ იქნება Apple-ის გაცვლა, სავარაუდოდ ამ პრეზენტაციაზე უკვე ვიხილავთ პირველად ისტორიაში ხელმისაწვდომ MacBook-ს, რომელიც წესით უნდა ღირდეს $100-ზე ნაკლები. შეიძლება ღირდეს მაგალითად $999, მაგრამ მაინც ეს MacBook-ისთვის იქნება შესანიშნავი ფასი. ამ ასე ვთქვათ, გაიაფების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი არის პროცესორი. მოგეხსენებათ, ტრადიციულ MacBook-ებში იქნება ეს Pro 2 Air-ი, გვაქვს M სერიის პროცესორები. ცხადია, განსხვავება არის Pro და ჩვეულებრივ M სერიას შორის, მაგრამ აქ ამ MacBook-ში M-ის საერთოდ არ გვექნება, გვექნება A სერია, iPhone-ის A სერია, კერძოდ A18 Pro, რომელიც ცალკეული ძალიან სწრაფი პროცესორია ისედაც და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტატისტიკურად მოხმარებლების უმეტესობა, განსაკუთრებით AR-ის მოხმარებლების უმეტესობა დიდად არც იყენებს M-ის შესაძლებლობებს, ძალიან ლოგიკურია, რომ iPhone-ის პროცესორითაც ეს კომპიუტერული მოწყობილობა იყოს ძალიან გამოსადეგი. ძირითადი გათვლა სწორედ იმაზეა, რომ ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება Adobe-ის არც ერთი პროგრამა, არ სჭირდება ის უამრავი ტექნოლოგიური, აი ეს დეტალი, რაც რეალურად ხდის MacBook-ს. ხო, იმზიდველს. შესაბამისად, თუმცა ის რომ ამხელა ფასი აქვს M-ის გამო, ბევრ ადამიანს უკრობს სურვილს და ინტერესს. შეიძლება უნდოდეთ, მაგრამ ძალიან ეძვირებოდეთ. ამ მხრივ საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში თვითონ ტელეფონის პროცესორებიც საკმაოდ არის გაძლიერებული, ელემენტარულად რომ თქვა, ზუსტად აი ეს A18 სერია აღმოჩნდა პირველი, რომელმაც დაუშვა ტელეფონში Assassin's Creed Shadows თამაში, რომელიც არ არის მარტივად სათამაშებელი და შეიძლება საკმაოდ ძლიერი პროცესორი თუ ჩვეულებრივი სტანდარტულ ოპერაციულ სისტემებს და კომპიუტერს ვიყენებთ, რომელიც არ არის მაგთან არავითარ კავშირში. შესაბამისად, მარტო ეს ამ ერთი თამაშის მაგალითიც, აი ძალიან ელემენტარულად რომ ავხსნათ, მიუთითებს და მიანიშნებს იმაზე, რომ კი, ერთი მხრივ იქნება ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი, მაგრამ სიძლიერეს გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნებს. მოკლედ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ამ ბიუჯეტური MacBook-ის გამოშვება. კი, და თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მოხმარებლების უმეტესობას MacBook-ი უნდა ბრაუზერის, მეილის და რამდენიმე აპლიკაციის გამოსაყენებლად, აქ A18 Pro იქნება საკმარისი და მეტიც Excel-ის ფაილებს გახსნით, ნუ შეგეშინდებათ მეტი წესით ამ კომპიუტერით არც უნდა აკეთოთ მონტაჟი თუ გინდა წადით და პროიყიდეთ ასეთი Apple-ის მოხდები.
არც საკმარისია. კი საკმარისია მინიმალური დავალებების შესასრულებლად. სხვადასხვა Pro ახსენეთ და ახალი Pro-ც გამოჩნდება ბაზარზე, MacBook Pro, რომელიც უკვე აღიჭურვება საერთოდ ახალი პროცესორით, M5 Pro-თი და ასევე M5 Max ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი ნამდვილად პროფესიონალი მოხმარებლებისთვის, რომელთაც სწორედ ის Adobe-ის და სხვა კომპანიების სპეციალური პროგრამები სჭირდებათ, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანები დარწმუნებული ცხოვრებაში შემთხვევითაც კი არასოდეს არ გახსნიან. M5 Pro და M5 Max-ი წესით იქნება წარმოუდგენლად მძლავრი ყველა წინამორბედთან შედარებით და ფასიც იქნება შესაბამისი განსაკუთრებით თუ კი მეხსიერების მოცულობის მიხედვით აირჩევთ MacBook-ში შეგიძლიათ ძალიან დიდი თანხებიც დახარჯოთ, მაგრამ თუ არ გჭირდებათ M5 Pro-ს და M5 Max-ს, ნუ იყიდით, რადგანაც ჩვეულებრივი M5-იც, ანუ MacBook Pro M5-იც საკმარისზე მეტია ყველანაირი დავალების შესასრულებლად. ასევე ის უნდა ითქვას, რომ iPad-ი განახლდება, სავარაუდოდ A18 პროცესორი იქნება წარმოდგენილი ჩვეულებრივში და AR-ში უკვე გამოჩნდება M4 პროცესორი, ეს წინა თაობის Mac-ის პროცესორია, მოკლედ ეტაპობრივად Pro-დან ჩამოდის ჩვეულებრივ MacBook-ში პროცესორი და შემდეგ უკვე გადადის iPad-შიც კი, ასეთი არის Apple-ის, ასე ვთქვათ, ხედვა პროცესორების დინამიკასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ მისამებელია კომპიუტერის პროცესორი რეალურად iPad-ში არის ნამდვილად ძალიან დიდი შესაძლებლობა. და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ Apple-ს რაღაცნაირად წელს აქვს ცოტა უცნაური სტრატეგია არჩეული. ერთდროულად თან მიდის ულტრა პრემიუმის მიმართულებით, რადგანაც დაანონსებულია, რომ წლის ბოლოსთვის შეიძლება გამოვიდეს უკვე M6-ით აღჭურვილი Pro MacBook-ი, რომელსაც ექნება ასევე სენსორული ეკრანით, რომელიც ალბათ ძალიან ძვირი აღიარება და ამავდროულად ამავე წელს ბაზარზე აპირებს ჩაშვებას ახალი MacBook-ისა, რომელიც იქნება Z ხელმისაწვდომი. რაღაცნაირად Apple უკვე ხდება ისეთი დემოკრატიული ბრენდი, რომელსაც უნდა რომ ყველა სეგმენტი აითვისოს. მაგრამ სწორიც არის ეს გადაწყვეტილება. თან ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქნება ფასებთან დაკავშირებით ჩიპების და იმხელა მეხსიერების ბარათების დეფიციტითანაც. შესაბამისად, ამ ფონზე ბუნებრივია რომ საჭიროც არის და სწორიც არის რომ რაღაცნაირად მოერგოს რეალობას და მაქსიმალურად შესთავაზოს უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი. არ შესთავაზებს და გამოჩნდება სხვა ვინც ამას იზევს და დარჩება მერე Apple გაღიმებული და Apple-ში ასეთ შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ, მოკლედ სწორი გადაწყვეტილება აქვს ყველა მიმართულებით მიღებული, ვისაც კარგი და ძვირიანი უნდა მას კარგს და ძვირიანს ყოველთვის შესთავაზებენ, მაგრამ რაც მთავარია, ვისაც იაფიანი და მართლაც ხარისხიანი უნდა, მათაც ექნებათ წვდომა Apple-ის პროდუქციაზე. Apple სამ ახალ AI მოწყობილობას ამზადებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის, ვინც დაიღალა იმის ლოდინით, რა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ამ კუთხით ტექნოლოგიური გიგანტი, რაც მთავარია ის კონკრეტული პროდუქტები, რომლებზეც ეტაპობრივად ვისაუბრებთ, მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, მართლაც მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს თანამედროვე ბაზარზე. პირველი პროდუქტი, რომელსაც ვიხილავთ, როგორც იქნა მივხვდნენ, რომ Vision Pro თქვათ საუკეთესო არჩევანი არ იყო მით უმეტეს იმხელა საფასო კატეგორიაში და არავინ არ იყენებდა ამასაც მივხვდნენ როგორც ჩანს. ხო, ამიტომ გადაწყვიტეს რომ გამოუშვან Meta-ს კონკურენტი სათვალე. ოღონდ Meta ტყუილა არ ვახსენე, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც მიიღებენ, იქნება ის, რომ კორპუსსაც თვითონ შექმნიან. ანუ Ray-Ban-თან და მსგავს კომპანიებთან არის თანამშრომლებენ, თავისივე კორპუსი ექნებათ და ეს გარკვეულწილად სწორი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ რომ სრული თავისუფლება ექნებათ, როგორი დიზაინი მისცენ ამ სათვალეს, როგორ მოარგონ საჭიროებებს, რა ტექნოლოგიით აღჭურვონ, ის ამ კუთხით ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მას ექნება ორი კამერა, რომელთაგან ერთიც იქნება ძალიან მაღალი ალბათობით 48 მეგაპიქსელიანი და მისი ფუნქცია და დანიშნულება ცხადია იქნება, რომ გადაიღოს და ადამიანს შესთავაზოს მაღალი ხარისხის გამოსახულება და დიდი ალბათობით არ იყოს ესე შეზღუდული, როგორც არის მაგალითად Meta-ს სათვალეები, რომლებსაც ძალიან მოკლე გადაღების დრო აქვს. და მეორე კამერა იქნება, რომელიც გარემოსახმისთვის გამოიყენება და როცა გამოვიყენებთ AI-ს, მაგალითად Apple Intelligence-ის განახლებულ ვერსიას, მასში ფაქტობრივად ჩვენი თვალები იქნება, AI-ისთვის იქნება ფაქტობრივად თვალები და დაგვეხმარება გარემოს აღქმაში, დაეხმარება მას, რომ უკეთესად აღიქვას გარემო, გაგვცეს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, ვიცით ამ კუთხით ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგალითად რომ შევხედავთ ახლა Vision Pro-ში ეს უკვე არის, რომ მაგალითად რაღაც პროდუქტს რომ შეხედავ, მას შეუძლია დეტალურად აგიხსნას რა პროდუქტია, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ შემდეგ ამ კუთხით ძალიან გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა რაც მთავარია ეს იქნება
სწორი გადაწყვეტილება რომ ბიუჯეტურ სივრცეში შევიდეს Apple ვიცით Vision Pro-ს წარმოუდგენელი შესაძლებლობები, მაგრამ როცა ფასი უფრო წარმოუდგენელია ფასი არის არანორმალურად დიდი, აშინებს ეს ადამიანებს არ დაგვავიწყდება რა რეაქცია ქონდათ იმ ათასობით მაყურებელს, რომლებმაც ერთიანად დაინახეს $3,500 და იქვე დამთავრდა. ხო, იქვე დამთავრდა Vision Pro-ზე ყოველგვარი ოცნება, აი რა მთელი პრეზენტაცია, რასაც მიუძღვნეს, გაქრა. ფაქტობრივად მნიშვნელობა დაეკარგა ფასმა, ჩამოგვაფარა ყველას ჩრდილი. მოკლედ, ეს სათვალე არის 2027 წლის გეგმაში და 2027 წლის გეგმაში ასევე არის ერთი საინტერესო პროდუქტი, რომელიც მე მგონი ბაზარზე დიდად არ გვინახავს, ეს არის ყელსაბამი, რომელსაც ექნება პატარა აქსესუარი ჩამონტაჟებული თავისი თვალის ფუნქციით. ანუ ერთგვარი ისიც დამატებითი თვალი იქნება, რომელიც გადაღების როლს არ მოირგებს, ის იქნება Apple Intelligence-ისთვის ერთგვარი გარემოს აღქმის ინსტრუმენტი. საურონის თვალი. შეგვიძლია ესეც უწოდოთ, ნუ ეხლა მაინც და მაინც ეგეთი მოლოდინები არ არის მაგ. ნუ ყოველ შემთხვევისთვის გაკეთება არ მოგვიწევს თითზე. სხვათა შორის მაგ კუთხით ბევრი კომპანია მუშაობს, მაგრამ ხო, საუბარი იყო AirPods-ებშიც ასევე კამერის შემონტაჟებაზე. მაგასაც მიუბრუნდებით, რომელიც წელს და ასევე Apple Watch-ში კიდევ დამატებითი აქტიური კამერის შემონტაჟებაზე შეხვდა ცნობები. მოკლედ, Apple ძალიან უნდა რომ ბევრი კამერა გქონდეს. მე მგონი პალანტირთან რაღაცას აპირებენ ესენი კი. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ დასაკიდებელ მოწყობილებას არავითარი დამატებითი ფუნქცია გარდა იმისა, რომ იყოს თვალები და ყურები Apple Intelligence-ისთვის არ ექნება, მას დავიკიდებთ, ის დაინახავს გარემოს, ფაქტობრივად თუ მაინც და მაინც სათვალის გაკეთება არ გვენდობება, გავიკეთებთ ამას და გამოვიყენებთ. ნუ ეს სხვა საკითხია, ვის რაში უნდა დასჭირდეს. მაგრამ მესამე პროდუქტი, რომელიც შენ უკვე ახსენე და რომელიც განსხვავებით ამ წინა ორი პროდუქტისაგან წელს უნდა გამოვიდეს, ეს არის უცნაური ამის თქმა, კამერიანი AirPods. მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. როგორც Apple-ში ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შეიძინეს ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპი QAI, რომელიც ქმნის ყბების მოძრაობით ადამიანის მეტყველების დაფიქსირების და ამის ტექსტში გარდაქმნის ტექნოლოგიას. და სწორედ იმის გამო, რომ ეს პროდუქტი, რომელიც უკვე მათ ხელშია, რეალობაში აისახოს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ბუნებრივია საჭიროა რომ იყოს რაღაც ინსტრუმენტი. ხა Vision Pro-ს მაგალითად აღარავითარი დამატება არ ჭირდება, Vision Pro შემთხვევაში დიდი ალბათობით პირდაპირ გვექნება ეს სერვისი, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევაში, როცა ადამიანს არ აქვს Vision Pro-ს ყიდვის საშუალება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, Apple-ს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს სერვისი გაყიდოს და როგორ უნდა გაყიდოს? AirPods-ების ქვედა ნაწილში დიდი ალბათობით ჩამონტაჟდება პატარა, ნუ ესეც არ იქნება გადაღებადი და გამოყენებადი ინსტრუმენტი, ალბათ სენსორული კამერა, რომელიც დამუშავებს, გადაიღებს და დააფიქსირებს ჩვენი ყბების მოძრაობას და ამის მიხედვით გადასცემს ინფორმაციას სისტემას და შემდეგ გარდაქმნის ტექსტად. ეს არის ძირითადი ლოგიკა, რის მიხედვითაც და რატომაც ცდილობს Apple AirPods-ში შემოტანას თავისი საინტერესო სიახლის, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც განხილვის საკითხია, დიდი ალბათობით ეს ტექნოლოგიურ რევოლუციას მოიტანს იმ თვალსაზრისით, რომ სხვა კომპანიებიც დაიწყებენ მისათვისებას, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ჯერ ელემენტარულად კონკრეტული პროტოტიპიც არ გვაქვს ნანახი. ჯერ Apple Intelligence-ი გამოვიდა შენიჭი. ამიტომ ველოდებით ბოლო 3 წელია უკვე დავბერდით მაშინ ჭაღარ და Apple Intelligence-ი არ გამოსულა. ნუ ეგრე კრიტიკულადაც არ შევხედავდი, იმიტომ რომ Google-თან გაფორმებული შეთანხმება მაგას უკვე უზრუნველყოფს. მოკლედ საინტერესო სიახლეები გვერდის Apple-ისგან მომავალში, იმედია ამჯერად მაინც გაგვიმართლებენ იმედებს. სტარტაპ OpenAI-ის დირექტორი სემ ოლტმანი, რომელიც დღეს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი ითვლება, ვინაიდან ის არის AI რევოლუციის ფრონტის წინახაზე, პრინციპში სწორედ მან და მისმა ChatGPT-მ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც ხდება დღეს მსოფლიოში. ეს ადამიანი ავრცელებს ძალიან საინტერესო განცხადებას, რომელიც ცოტა არ იყოს და შემაშფოთებლადაც კი ჟღერს და მან თქვა CNBC-სთან ინტერვიუში საჯაროდ, რომ რეალურად ახლა უკვე ჩინეთის პროგრესი არის გასაოცარი. აქ საუბარი არის ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და არიან იქ ისეთი სტარტაპები, რომელთაც აქვთ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიაც, რაც არ აქვთ
მაგალითად ამერიკულ ანალოგებსაც კი, ანალოგებში იგულისხმება თავად OpenAI, ასევე Google Gemini, Anthropic და ასე შემდეგ სხვა ნებისმიერი სტარტაპი, რომელიც დღეს ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს. ჩინეთთან დაკავშირებით ოლტმენი იმასაც ხადებს, რომ რამდენიმე კომპანია, განსაკუთრებით Alibaba, Moonshot AI და DeepSeek საერთოდ სხვა ეტაპზე არიან განვითარებისა და ამას აქვს თავისი მიზეზი. მისი შეფასებით, ჩინეთს ეს კრიტიკული უპირატესობა იმიტომ დაუგროვდა, იმიტომ რომ რამდენიმე წელით ადრე იკულებდნენ რამეს ან რაღაც ტექნიკური უპირატესობა ჰქონდათ. არა, უბრალოდ იმიტომ რომ მათ data ცენტრების აშენება შეუძლიათ უფრო იაფად, უფრო სწრაფად, ვინაიდან ჩინეთში ყველაფერს აშენება 10-ჯერ უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ამერიკაში და სწორედ ამიტომაც მათ შეუძლიათ data ცენტრი კონდეთ მაგალითად თვის ბოლოს და არც 10 წლეულის ბოლოს შესაბამისად სტარტაპი, რომელსაც ყველაზე მეტი data ცენტრი ექნება მონაცემების დასამუშავებლად, იქნება ყველაზე რენტაბელური, რაც მთავარია და ასევე ყველაზე ეფექტიანი, ვინაიდან AI მოდელის განვითარებას ყოველთვის უნდა მეტი ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ვინც ყველაზე მეტ ფიზიკური ინფრასტრუქტურა შექმნის უფრო მალე, ის გაიმარჯვებს ამ რბოლაში. ძალიან მარტივია რეალურად აქ თამაშის წესები და აქ ხედავს რეალურად ოლტმენი ჩინეთის ყველაზე დიდ უპირატესობას. ასევე ის ამბობს, რომ ღია კოდის და წარმოების ეფექტურობის მიმართულებითაც ჩინეთს აქვს გარღვევა ფაქტობრივად, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს ის DeepSeek-ის მომენტის სახელით ცნობილი მოვლენა, როდესაც გავიგეთ, რომ DeepSeek-ს თურმე რეალურად კონტენტის გენერირება შეუძლია ლამის 10-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ChatGPT-ს. ეს სწორედ აი ამ რეალობით იყო განპირობებული. მართალია DeepSeek იმის მერე დასავლურ სამყაროში არც გვინახავს, მაგრამ ჩინეთში რა ხდება, იცით? ყველგან DeepSeek-ია ჩაშენებული. ავტომობილებში, гаджеტებში, კომპიუტერებში, ტელეფონებში, აბსოლუტურად ყველგან DeepSeek-ს იყენებენ, რადგანაც ის გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე მაგალითად ChatGPT, რომელიც ყოველ კვირა იმდენ ფულს კარგავს, რომ ახალი თანხა რო არ მიაწოდონ ინვესტორებმა ყოველ თვიურად ფაქტობრივად ამ სტარტაპს, ის ერთ თვეში შეიძლება გაყოთოს უბრალოდ და გარჩერდეს. აი ეს არის რეალურად სხვაობა ჩინეთსა და ამერიკას შორის. აქვე ოლტმენი საუბრობს ასევე ნახევარ გამტარების მიწოდების შეზღუდვაზე. ეს ტრამპის ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ რეალურად ჩინეთს არ მიეღო საუკეთესო AI პროცესორები და ჩიპები, მათ შორის NVIDIA-ს პროცესორებზე, HS-ებზე იყო ძალიან დიდი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით და აი ამაზე ოლტმენი ამბობს, რომ ეს შეიძლება მოკლევადიანად კარგად მოგვეჩვენოს, მაგრამ გრძელვადიანად იმას გამოიწვევს, რომ ჩინეთს საერთოდ შეწყვეტს ამერიკული პროდუქციის ყიდვას, საკუთარ ეროვნულ წარმოებას განავითარებს, შეიძლება მაშინ 2, 3, 4, 5 წელიც კი დასჭირდეს, მაგრამ 5 წლის შემდეგ საერთოდ ჩინეთის წინააღმდეგ ბერკეტიც კი არ იარსებებს, რადგანაც ადგილობრივი წარმოების პროცესორები ექნება და ისევე როგორც დღეს მაგალითად ჩინურ კომპანიებს ვერ დაუშლით ელექტრომობილების წარმოებას, რადგანაც მათ ყველაფერი ადგილზე აქვთ. იგივე რამ მოხდება ხელოვნურ ინტელექტთანაც, ანუ ჩიპებიც იქ ექნებათ, ნახევარგამტარების წარმოების ინფრასტრუქტურა იარსებებს. Software-ი რაც არის, ეგ ისედაც ადგილობრივია, data ცენტრებს ყოველკვირეულად აშენებენ. აქედან გამომდინარე, ამერიკას არც ბერკეტი დარჩება რაიმეს შესაზღუდად და არც რეალური კონკურენციის ნიადაგი არსებობს, რადგანაც ჩინეთის საკუთარ ეკოსისტემას განავითარებს და იმ ეკოსისტემაზე დააშენებს შემდეგ უკვე ახალ მოდელებს, რაც გრძელვადაში რეალურად უარესია ამერიკისთვის, რაც არის რისკი, რომელზედაც არა მხოლოდ სემ ოლტმენი, არამედ ჯენსენ ჰუანგიც საუბრობს, ლამის ყველა გამოსვლაში ამას ამბობს, რომ ეს ტარიფები და შეზღუდვები არის უკიდურესად მოკლევადიანი და მათი ეფექტი გრძელვადაში იქნება მხოლოდ ნეტო ნეგატიური და არც პოზიტიური. თუმცა ორი დეტალი უნდა ვახსენოთ აქ აუცილებლად. ერთი ის, რომ ჩინეთს არავინ არ უშლის ისედაც რომ შექმნას NVIDIA-ს პროცესორებთან ერთად თავისი ჩიპები და შესაბამისად მაინც და მაინც ამაზე აქცენტი შეიძლება გარკვეულწილად გადაჭარბებულიც იყოს და ამის მიმართ ჭიშები და სხვათა შორის ტრამპს ეს პოზიცია აქვს რომ ჩვენ რა ვიცით რას აკეთებენ ისინი ანუ ჩვენ რატომ უნდა შევუწყოთ ხელი მათ უფრო მეტად ეს ერთი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც სჭირდება ჩინეთს და დღემდე არ აქვს ეს არის ASML-ის მიერ დამზადებული ფაქტობრივად უზარმაზარი საწარმო ობიექტები ხო ავტობუსის ზომის დანადგარი რომელიც რეალურად და აი ეს არის რეალურად რაშიც უპირატესობა ისევაც აქვს დასავლეთს რაც შეეხება DeepSeek-ს და აი ამ დანარჩენ ტექნოლოგიურ გიგანტებს რომლებიც
მართლაც ცდილობენ რომ კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ კომპანიებს, აქ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენად ადაპტირდებიან ისინი თანამედროვე სამყაროსთან და რამდენად შემოვლენ დასავლურ ცივილიზაციაში, იმიტომ რომ DeepSeek როგორც შემოვიდა, ისევე გაქრა. ჩინეთში შეუძლიათ გააგრძელონ რამდენ ხანსაც უნდათ, თავარი ამერიკულმა კომპანიებმა და მე გერა ყველას მით უმეტეს ამერიკაში შეერა და ტექნოლოგიურ გიგანტებს მით უმეტეს რომ არასდროს დაუშვებენ რომ მათ გადაახტეს ასე რომ ვთქვა ჩინეთი ფაქტობრივად ჩამოიქცევა სამონდობი რომ მაგას ედგას ფაქტობრივად. ეგ იმდენად არარეალისტური სცენარია რომ მასზე საუბარიც კი არა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ გარკვეულწილად ცოტა გადაჭარბებული შეიძლება იყოს დასავლეთისთვის სემულტმენის შეფასება, თუმცა ის რომ ჩინეთი ქვეყნებში შეუძლია ძალიან მარტივად რომ მოიპოვონ დომინაცია. თუმცა ეს კარგი მიმანიშნებელია სემულტმენის ჯენსენ ჰუანგის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებები მიმანიშნებელია იმისა რომ უფრო მეტი შრომაა საჭირო, უფრო იაფად და უფრო შემოსავლიანად. ეხლა ვიცით Nvidia სპეციალურად ადებს დიდფას, იმიტომ რომ რეალურად ის პროდუქტები აღებს იმ ხელაფასს. შეუძლია, მაგრამ შეუძლია. კი. ამიტომ ალბათ ერთადერთი სწორი დასკვნა, რაც უნდა გამოიტანონ ამერიკულმა კომპანიებმა არის ის, რომ ცოტა დაუწიონ ფასებს თავის პროდუქტებისას, თორემ ჩინელებს არ მგონია და ეს მოცემულობა არ გვიდგას რეალურად, რომ ძალიან უსწრებდნენ ამერიკული გიგანტები. ახლა იმ კომპანიაზე უნდა ვისაუბროთ და იმ კომპანიის მიერ დაგეგმილ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელსაც დიდად არ უყვარს ჩინეთი, მით უმეტეს არ უყვარს პენტაგონს, რომელიც განსაკუთრებით გადაემტერა 2025-2026 წლებში ჩინურ დრონის მწარმოებელ კომპანიებს და სწორედ დრონს უკავშირდება SpaceX-ის და პენტაგონის ერთგვარი თანამშრომლობა. და ახლა ახსნით რეალურად რას ეხება ეს თანამშრომლობა. მოკლედ, პენტაგონს აქვს გამოცხადებული კონკურსი, 100 მილიონიანი კონკურსი ყველა ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მათ შორის XAI-ისთვის, რომელიც ამჟამად SpaceX-ის შემადგენლობაშია, ასევე Google-ისთვის, მისი Gemini-ის მიმართულებით, ასევე OpenAI-ისთვის და Anthropic-ისთვის, რომ შექმნან ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უამრავი დრონის ერთდროულად ხმით მართვას გახდის შესაძლებელს. უამრავი დრონის. ჩვენ სტანდარტულ მოცემულობაში ვიცით, რომ დრონებს მართავთ სპეციალური პულტით. თუმცა ერთი ოპერატორი ერთს მართავს მარტივი მეთოდით. აქ შეზღუდვა გვაქვს ამ კუთხით. თუმცა რაც პენტაგონს სურს და რა ხრივაც SpaceX-იც სერიოზულად არის ჩართული და არ არის ეს კომპანია ის, რომელიც ასე ვთქვათ, ხელწამოსაკრავია და ვერ შეძლებს ასეთი დიდი თამასის დაძლევას, სურს პენტაგონს სურს პენტაგონს რომ შეიქმნას სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომს და შესაძლებელს გახდეს, რომ ამერიკულმა სახელმწიფომ გამოუშვას ამ შემთხვევაში თავდაცვის ინდუსტრიამ გამოუშვას ისეთი დრონები, რომლებიც ხმით იმართება და საპასუხო რეაგირება რეალური დანიშნულებაც ამ დრონებს უნდა ჰქონდეთ, არის ის, რომ სხვა დრონები გაანეიტრალონ საფრთხის შემთხვევაში. მოახლოებული არის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 250 წლის იუბილეს აღნიშნავს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს შესაბამისად და თუ გავითვალისწინებთ როგორი შედინებაც არის და სერიოზული დამოკიდებულებაც არის ამერიკელი მომხმარებლების DJI-ის დრონებზე და სხვა დრონებზე, რომლებიც კაციშვილმა არ იცის რეალურად როდის რა მიზნით შეიძლება გამოიყენოს ჩინეთის ხელისუფლებამ და რა დანიშნულება შეიძლება მიეცეს, აი ამ ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებს და განსაკუთრებით პენტაგონს სურს რომ შექმნას დაცვითი ზღუდე, როგორც სტადიონების ირგვლივ, ასევე აეროპორტების ირგვლივ, მოკლედ აბსოლუტური უსაფრთხოება მიანიჭოს, მოკლედ ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტს, მათ შორის შეიძლება ეს პენტაგონიც იყოს, ახლა პენტაგონის მაინც და მაინც დრონების გარდა სხვა ყველაფერი აქვს, მაგრამ 2021-ში რო ქონოდა უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს პენტაგონის დრონი არ ჯერჯერობით. მაგრამ ზოგადად საჯარო შეკრების ადგილებში უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და სწორედ SpaceX-ი არის ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც ამყარებს იმედებს. გქონიათ ამ შემთხვევაში პენტაგონში, რომ XAI იქნება ერთ-ერთი, ვისაც შეიძლება რომ 100 მილიონიანი აი ეს კონკურსი მოიგოს და შექმნას რეალური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს გახდეს უამრავი დრონის მართვას ხმით. მოკლედ საინტერესოდ მიდის ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს პენტაგონის საკმაოდ საინტერესო გასაიდუმლოებულ პროგრამაში. აი ასეთი იყო დღევანდელი Tech Inform ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებში გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.